ზურაბ ბასილაშვილი აპლოდისმენტები. გამარჯობა ზურაბ. როგორ ხარ ზურაბ? კარგად, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. 30 წლის გურჯაანის რაიონის სოფელი ვაზისუბანი. საქმიანობა ცხოვრობ ფიროსმანზე. პირიქით ხო არ არის? ანუ თბილისში ვაზისუბანში ხო არ ცხოვრობ და ხო არ აგერია? იქ ჩაწერილი ვარ და ისე იქ ჩაწერილია. საქმიანობა მუდმივი არ მქონია, მაგრამ მიმუშავია ჩინელებთან გვირაბში. რა საკეთებდი? რა საკეთებდი მე ჩინელებთან გვირაბში ერთი მითხარ. მართლა მაინტერესებს მუშაობდი იქ ჩინელებთან გვირაბში. როგორი ხალხია? ძლიერები არის. როგორი ხალხია? იმიტომ ბევრი არიან ყველა. ძლიერებია, მოვერევით რამე რო იყოს თუ ვერაც. ძალიან ბევრი არიან და ნამდვილად, მე ნამდვილად. მიყვარს ჩინელები ხო ვიხურათ. რა ვიცი, კიდე რამე შეკითხვა თუ გაქვთ? მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას? ჯერ არ ვიცი, მაგრამ მოვიფიქრებ მაინც. ხო არ მოგიფიქრებია? მაინც რო გითხრა. არა ჯერ. კაი, მაშინ დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ. ზად ვარ ზურაბ? აბა წარმატებებს გისურვებ. მე წარმატებებს გისურვებ. 1 ხმა მაღლა ოღონდ. 2 და 3. ზომარში დედიკო ნახეცმილოს რო ვაჭმევ შოკოლადს ხორცს მაღლას ეცხონდა. მამაშენს დაჭამე შვილებს სულ ჩამოშებული აქვს. უკვე კარგი დასაწყისი. ეს ემქონი ხერხია. ხმა რო არის ის, ეს არის ხერხი. ხმას კი აუწია. დაგეძაბა ცოტა ყური. ხმას კი აუწია, მაგრამ რომელ წამზე გაიცინა? მე-4 თუ მე-5 წამზე გინე 50 თათია? ვარ. კარგი რა. ვაიმე რა გავაკეთე. მოგიყვეთ? მომიყევ, ხმას აუწია, მაგრამ ვერ გავიგე. ახლა ეს ზოოპარკი და კარგია. ჟირაფი. ეხა გადავრჩი. ცოტა უფრო ხმა. ზოოპარკი და ჟირაფი. თუმცა 50 ვარი შენია გიგოცა, 50 ვარი შენია. მაგძელებთ თამარს. რა თქმა უნდა, გავაგზელებთ. 1, 2 და 3. ხოლო 2 თვე ვიყავით ბედნიერები, მე და ჩემი ცოლი, მე რა მოგივიდათ, შევრიგდით. სვანს ასაფლავებენ და ჭირისუფალი ხალხს ეუბნება. ყველანი ერთად დაგროვდით, ახლა ყავლის ვესვრი და ვინც დაიჭრა, შემდეგი ის იქნებაო. რა უბედურებაა, კაცო, მთელი საქართველო. შემიძლია. შემიძლია. 100 ლარი. 100 ლარი შენია, გილოცა. ძალიან კარგი. რა გამეცინა. კარგად კითხავს ბავშვი. აი ესე ხო ავიდა 1000 ლარზე. ავიდა? აბა, ანუ 1000 ლარი ესე მალე არავის არ მოვიდია. 1000 ლარზე? აბა რა სიზავს. თათია, აბა ცოტა იფიქრე ახლა შენ რომ ოჯახი გაქვს სარჩენი. და ხელფასი იქ ზურაბ ხელფასი, აგზელებთ, იქ 100 ლარი ბავშვი, შენია. ბაღი. და ჩასაცმელი 200 გინდა, ლარზე საჭმელი გინდა. დავჩი მშიერი. მომზადე თორე დავჭი ჩივრები. აბა 1, 2 და 3. რა უბედურებაა, კაცო, მთელი საქართველო თბილისში ჩამოვიდა. აბა რა გეგონა, ბიდი იგზო რომ ყვიროდი გავერთიანდეთო. ცოლი შეერთე როგორია, უმის ბიჭები მაგრად აქებენ. გავიგა სიდადრე დაღჩობია ჭაში. არაუშავს განაცვალა მაგჭიდან წყალს მაინც არავის სვამდეთო. წასვლების აღეზოლეზე გაჩერება არ შეიძლება და სვანების სუფრას დატოვებენ. ძილისამალი გვაქვს რა ღირს 50 ლარი. რა 50 ლარი რომ წავეში ვიცე რა დამაძინებს. სვანი ხედავს რომ 4 კაცი ერთხელ დაუბადურებენ. ეს ქალი დაინახავს და ეხვეწება კაცი. არ ხალხელი რამეო, სვანი ფიქრობს და რა ქნა და მოიფიქრებს. ბოდიში თქვენთან და შავრა შეხს და დაიწყებს. 2 კაცი აქეთ. დაზარალებულა როგორ გაგაბოდიურეს, გმარლობთ კარგად. გოგონი შეიძლება სახლამდე გაგაცილოთ? თუ ცოლად შემიძლია? დროში ამოიწევ, ხო? ზურა, მე რატომ იყურებდი? იმიტომ შეგეცინებდა. მელოდებოდა რომ გამცინებო. ორივეს გიყურებდი. არა, მეც მიყურებდა. არ, მე ხო ორივეს გიყურებდი და გიყურებდით. სამწუხაროდ არ გაგეგე. ზურა, კარგი იქნებოდა 100 ლარი რო აგეღო და წასულიყავი. ნამდვილად. სამწუხაროდ. მაგრამ რას ვიზავთ? ესეთია თამაშის წესები. შენ შეგიძლია ისევ მოხვიდე ჩვენთან. ისევ მოხვიდე. თავიდან დაწერო ახალი ხუმრობები. ხო ხედა ორჯერ გაეცინათ, თუმცა ნუ მესამე თვე ვეღარ, მაგრამ არ აუშავს. გელოდებით ისევ ჩვენთანაზე. აპლოდისმენტებს იმსახურებთ. დიდი მადლობა. მეტნიერად კიდევ გელოდებით. აი, გიორგი. წარმატებებს. წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ კიდევ მოხვიდე.